მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა ერთი ძალიან საინტერესო ვიდეო ჩავწერო. და განსაკუთრებით სასიხარულო ეს ვიდეო დარწმუნებული ვარ იქნება ყველა ბლუზის მოყვარულისთვის, ყველა საერთოდ სუბკულტურის მოყვარულისთვის, ვისაც 60-იანი წლების როკ-ენ-როლი, ფსიქოდელიკური როკი, country ან soul-ი უყვარს და მსმენელია და რა თქმა უნდა განსაკუთრებით ყველა ქართველი ბიტლომანისთვის. უცხოელებისთვისაც, მაგრამ უცხოელები რამდენად მოისმენენ და ნახავენ ამ ვიდეოს, ეგ მეორე საკითხია. ქართველებს რაც შეეხება, იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი დღევანდელი წვალება და სულისკვეთება ცუდად არ ჩაივლის და ის დრო, რასაც ჯერ არხის ნახვაში დახარჯავენ და მე ამ ვიდეოს ყურებაში ნამდვილად იქნება საინტერესო და არ იქნება რაღაც დახარჯული ტყუილი დრო, რომელზედაც შეიძლება რომ გული დაწყეთ ამ ადამიანებს. მოკლედ, დღეს მინდა რომ ვისაუბრო ჩემთვის მუსიკის სფეროში ყველაფერზე აბსოლუტურად ძალიან დიდ ავტორიტეტებზე ბრიტანულ როკ კულტურაში, როკ სუბკულტურაში, სოფლიო მასშტაბით აც უკვე ლეგენდად შერაცხულ ჯგუფზე ეს არის ბიტლზი. ამის მერე მე ვიდეოებს გავაკეთებ სხვადასხვა როკ ჯგუფებზე, მონოგრაფიულ ვიდეოებსაც, საინფორმაციო სახის ვიდეოებსაც და დავიწყოთ მოდი ამ ჯგუფით. 1961 წელს საკვირაო სკოლაში ჯონ ლენონმა გადაწყვიტა რომ თავის მეგობრებთან ერთად ჩამოეყალიბებინა Skipl ჯგუფი, რომელიც შეასრულებდა Skipls და 60-იანი წლებისთვის, იმ დროისთვის უკვე პირველი როკ ვულკანი ამერიკაში არსებობდა, უკვე ვიცოდით ბობ დილანი, თითქმის მაგ პერიოდში ელვის პრესლი, ლითლ რიჩარდი და ასე შემდეგ, მაგრამ ბრიტანეთში არ იყო ჯერჯერობით მესულისკვეთება გადმოსული და ბრიტანელები კი ანგლო-საქსონური სამყარო იყო და იყვნენ დაინტერესებული როკ-ენ-როლის და country-ით, მაგრამ ეს მინდათ მაინც ამერიკულ კულტურის ნაწილად ითვლებოდა და ბრენდი, ასე რომ ვთქვათ, ამერიკელებს ეკუთვნოდათ, იმიტომ რომ ბიბი კინგიდან დაწყებული ჯერ დელტა ბლუზით, ჯაზის ელემენტებით, რომელიც ჩემი აზრით არის აფრიკული მუსიკის და ევროპული კლასიკური მუსიკის ერთმანეთში ნაზავი, პირველ რიგში ამერიკაში მდინარე მისისიპის ტერიტორიაზე მოხდა და ვერასოდეს ჩემი აზრით, ჩემი გადმოსახედიდან ვერც ერთი სხვა ქვეყანა ამის მემკვიდრეობის დაჩემებას ვერ მიიღებს საკუთარ თავზე. მოკლედ რა ხდება? პიტერ ბესტმა, ჯონ ლენონმა და პოლ მაკარტნიმ შემდეგ უკვე მიიღეს ჯორჯ ჰარისონი ასაკის გამო სხვათა შორის ჯორჯ ჰარისონზე ჯგუფის წევრები დიდი ხანი თავს იკავებდნენ, მაგრამ როგორც ლენონი თავის მოგონებებში იხსენებს, გიტარაზე დაკვრის რაღაც განსაკუთრებული ტექნიკის გამო მოეწონა ეს ადამიანი და აიყვანეს ჯგუფში, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან არაფერი განსაკუთრებული იმას არ ქონდა და საერთოდ არც ერთი ჯგუფის წევრი რაიმეს განსაკუთრებულ პირველ ალბომებში და პირველ სტუდიურ ლეიბლებში არაფერს არ უკრავდა. ისეც რის გამოც შეიძლებოდა რომ ამ მუსიკისთვის რაღაც გენიალური, მით უმეტეს გენიალური გეწოდებინა. და მოხდა ესეთი რაღაც. მე ცოტა ხანში პიტერ ბესტის მაგიერ, რომელიც იყო დრამერი და ეხლა მე ცოტა მოკლედ შემიძლია რომ ცოტა უფრო
დიდი დროს დაუთმო, მაგრამ ძალიან დიდი ვიდეო გამოვა, რა თქმა უნდა და არ მინდა. და აიყვანეს რინგო სტარი, რიჩარდ სტარკი და თავიდან ამ ჯგუფის ფანატებში რამაც რო პიტ ბესტი შეცვალეს რიჩარდ სტარკით ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ სულფასონად ჯგუფის ვერც ერთმა წევრმა ვერ ახსნა რატო გააკეთეს ესეთი რაღაც. ნუ სახელთან დამოკიდებულებაშიც ბიტლზ ხოჭოები ამას თავიდანვე ესე არ ქმევიათ. იყო რამდენიმე ვარიაცია ამ სახელის ხოჭოს ელვარება რაღაც ხოჭოების გარშემო კიდე რო ტრიალებდა მაგნაი რამდენიმე სახელი და ბოლოს ეს სახელი ატომად შეაირჩიეს და იყო იქ ლენონის მხრიდან, მაკარტნის მხრიდან ტელევიზიებში ჟურნალისტებთან მიცემული ძალიან ბევრი საინტერესო ახსნა ამ სახელის, მაგრამ სულფასოვნად ბოლომდე ვერც ერთმა ამ ინტერვიუმ რა თქმა უნდა სახელის წამოწყების და დარქმევის იდეა ვერ ახსნა და ვერ გაარკვია. ამის მერე მოხდა ესეთი რაღაც, რომ შეთქმულების თეორიაც ამ ჯგუფის გარშემო ბევრი არსებობს, მაგრამ მიზანმიმართულად მე ვისაუბრებ ფაქტებზე და შეთქმულების თეორიებს არ შევეხები. ნუ ფაქტიურად ის იყო, რომ 1962 წელს უკვე 63-ში ზუსტად წელი აღარ მახსოვს, უფრო ალბათ 62-ში გამოდის პირველი ალბომი Please Please Me და ლონდონური ბრიტანული მუსიკის ჰიტ პარადებში სიმღერა Love Me Do მთელი ერთი კვირის მანძილზე იკავებს პირველ ადგილს. ამის მერე რა თქმა უნდა ხდება დაინტერესება სხვადასხვა ხმისჩამწერი სტუდიებით ამ ჯგუფის. მანამდე ძალიან ბევრი ფიასკო ჰქონდათ. იყო ჰამბურგის რამდენიმე ტური, სადაც რაღაც როგორც ლენონი იხსენებს, საშინელი მოგონებებით დაბრუნდნენ უკან და იმის მერე კარგახანი გერმანიაში ჩასვლა აღარც გადაუწყვეტიათ, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ ძალიან დიდი სიჯიუტით აგზელებდნენ ისევ კლუბური მუსიკის გაგზელებას და ქევერნი იყო ესეთი ლეგენდარული კლუბი, სადაც პირველი გამოსვლა ამ ადამიანებს ჰქონდათ და იმ ქევერნის თვითონ კლუბის გარშემო მოხდა აი ეს პირველი ბიტლომანიის ტალღის აგორება და პირველი ფანატიკოსების ამ ჯგუფის გარშემო შეკრება, რამაც მერე ძალიან ბევრი რამე შეცვალა თვითონ ბრიტანეთის როკ კულტურაში და მერე უკვე მიყვა. მე ყოველ შემთხვევაში ესე ვთვლი, რომ როლინგ სტონი და ბიტლზი ეს იყო ერთმანეთის თანამედროვე ჯგუფები, თითქმის ერთნაირი ისტორიით, თითქმის ერთნაირი მუსიკალური მიმართულებით, სკიფლით დაიწყო ორივემ და როკ-ენ-როლში და მერე ფსიქოდელიკური როკით გააგრძელეს და მიყო მერე იქ რაღაც მთელი რიგი, როცა უკვე ბიტლზის სტუდიური ჯგუფი გახდა და სასცენო მოღვაწეობას თავი დაანება. ძალიან ბევრი ხრიკები იყო და ძალიან ბევრი ჩანაწერები იყო, სადაც მერე უკვე თანამედროვე ჯგუფებმა ეს Black Sabbath-ი იქნებოდა თუ Pink Floyd-ი იქნებოდა თუ Led Zeppelin-ი იქნებოდა თუ Deep Purple-ი ან თუნდაც თქვენ წარმოიდგინეთ და Yesterdays ძალიან ბევრი ვარიაცია არსებობს და ასრულებენ ისეთი დიდი შესრულებლები, როგორიც იყო მაგალითად Ray Charles-ი და Stevie Wonder-ი და თქვენ წარმოიდგინეთ Frank Sinatra-ც. ცოტა არ არის მე მგონი ხო ეს ერთი მუსიკა მაგაძე უფრო ვინ იყვნენ ბიტლზები ფაქტიურად რომ Frank Sinatra უკვე შემდგარი ძალიან დიადი ადამიანი იყო და ასევე Ray Charles-ი და Stevie Wonder-ი და რა ვიცი რა და ნუ მოკლედ გავაგზავნოთ და მივყვეთ რა ჩვენ იმას და შემდეგი ალბომი უკვე 63 და 64-ში გამოდის With the Beatles. მეტნაკლებად უკვე პირველი ალბომის მერე ხალხმა როგორ გაიცნო და ფაქტობრივად ბიტლომანიის პირველი ტალღა აგორდა ლივერპულში. საკმაოდ მით უმეტეს მიუხედავად იმისა, რომ ამ ალბომში იყო რამდენიმე სიმღერა, რომელიც არ არის ამათი შესრულებული და დაწერილი, მაგრამ ამათი ქავერია და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მერე გამოვიდა უკვე 64-ში
A Hard Day's Night ღამერთული დღეებისათვის დაახლოებით ესე ითარგმნება და თვითონ სიმღერაც A Hard Day's Night ასევე პირველი სიმღერა იყო რომელიც ოკეანის გადაღმა ამერიკულმა რადიოებმაც დაატრიალეს და ამერიკული რადიოების ჩარტებში მოხვდა და ასევე ამ ალბომზე მე კი მიყვარს მაგალითად ეს ალბომი, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ რაღაცა იმდენად განსაკუთრებულია რომ რამდენადაც სმენადი იყო სოფლიოს მასშტაბით იმდენად განსაკუთრებული ეს ალბომი არ იყო. მე უკვე 1964-ის ბოლოს ასევე თუ არ ვწდები 65 წლის დასაწყისში გამოვიდა ასევე With the Beatles მეორენაირად Beatles for Sale და აქ უკვე იწყება პირველი ამერიკული ტურნე და მსოფლიო მასშტაბით პირველი ბიტლომანიის პირველი ის დიდი სცენი. ამის მერე მოგზაურობენ უკვე იაპონიაში ბუნდოკანის დარბაზში არის გამოსვლა ჩადიან საფრანგეთში პარიზის ტურნეში ასევე უბრუნდებიან ჰამბურგს უკვე ტრიუმფით გერმანიაში მიდის საკმაოდ თან ასევე უნდა აღინიშნოს რომ მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებულია და როგორც ევროპა რომელსაც კიდე მოშუჩებული არ აქვს აი საშინელებები მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაგებული საშინელებები ასევე ამერიკაც ცდილობს როგორც კინოში ასევე მუსიკაში და სხვადასხვა კულტურაში გააცოცხლოს უკვე და მოძებნოს ახალი ტალანტები და მოძებნოს ახალი რაღაც მაგიური მიმდინარეობები როგორც მუსიკაში და როგორც მუსიკაში ასევე კინოხელოვნებაში. 1965 წელი არის უკვე ჩემთვის და ასევე მე თუ მკითხავთ რამაც Beatles-ად აქცია. ეს არის საკულტო ალბომი, რომელიც ავსტრიული ტურნეს დროს დიდი სიმღერების ნაწილი ყოველ შემთხვევაში ჯორჯ ჰარისონი როგორც იხსენებდა ავსტრიული ტურნეს დროს დაიწერა და ეს არის ალბომი Help. ასევე ლენონის შესანიშნავი სიმღერის Help-ის ერთ-ერთი საკულტო სიმღერაა ეს და ნუ შედის ამ ალბომში და ამ ალბომში არა მარტო Help, არამედ ძალიან ბევრი ისეთი სიმღერა შოდის რომელიც საკულტო სიმღერებია ჩემი განმოსახედიდან და ჩემი აზრით. ნუ 66-დან 68 წლამდე მე უკვე წყვეტს აქტიურ სასცენო მოღვაწეობას და გადადის ჯგუფი სტუდიურ ნამუშევრებზე, იწერება ისე ძლიერი ალბომები როგორც Revolver, Rubber Soul, Sgt. Pepper-ი და აი ამ დროს უკვე ჩნდება პირველი ბზარები და განხეთქილებები ჯგუფის წევრებს შორის რიგ საკითხებზე და ასევე ჩნდება ინდოეთი, ინდური კულტურა, ინდური რელიგიური მიმდინარეობები და ასევე ჩნდება ნარკოტიკებით პირველი გატაცება გეზოთ LSD-ი. ეხლა როცა ჩართავთ ცოტა უფრო წინანდელ ალბომებს, ეხლა არის უწყინარი როკეროლია უბრალოდ რა. და მაგალითად რო ჩართოთ Sgt. Pepper-ი, ან უფრო მოგვიანებით კიდე თეთრი ალბომი რა, ორმაგი ალბომი იყო ეს. The Beatles. მეორე დასახელებით ასევე ორმაგი ალბომი. საერთოდ რადიკალურად განსხვავებული მიმდინარეობის მუსიკებია, ან კომპოზიციებია. გაზრდილი აქვს ქრონომეტრაჟის სიმღერის დრო, გიტარის პარტიები, დრამის პარტიები, სიმღერების ტექსტები და აზრი არის ძალიან შეცვლილი და ასე შემდეგ. ეს მე პირდაპირ და ძალიან ბევრი Beatles-ის ცხოვრების აღწერი და მონოგრაფი პირდაპირ სასახად აშვეს ხელს ნარკოტიკებით გატაცებაზე ჯგუფის წევრების. ურთიერთობა მაჰარიში მაჰეშთან, ბრაიან ეპსტაინის სიკვდილი,
ადამიანის, რომელმაც ბიცლად აქცია და ეს ადამიანებად აქცია. აი ბრაიან ეპსტაინის სიკვდილში მე მაგალითად როგორც ბიცის ფანატი პირდაპირ ხედავ ძველი ბიცის სიკვდილს და ახალი ბიცის დასაწყისს, რომელიც აბსოლუტურად არის განწირული დაშლისკენ და განადგურებისკენ. და მე უკვე ჯორჯ ჰარისონის ბოლო სიტყვები რომ გავიხსენებ, ყველაზე კარგად ისადაგება მაშინდელ მდგომარეობას ამ ჯგუფის, რომ დღეს ობიციო უკვე ჩვენ გარეშე არსებობსო და ალბათ სამუდამოდ იარსებებს. ნუ მე ხდება უკვე პირველი განხეთქილება და ასევე იწერება ერთ-ერთი უძლიერესი ალბომი Let It Be. Abbey Road, ის Abbey Road-ის ცნობილი გადარბენა გზაზე, ზებრაზე გადასვლა. ნუ ამ სურათებს მიაწერენ სხვადასხვა შეთქმულების თეორიებს. არა, ეხლა დღეს როგორც უკვე გითხარით, არ არის ძალიან საინტერესო ეს შეთქმულების თეორიები. და სუბოლოს არის Hey Jude, რომელიც ოფიციალური სტუდიური ალბომი არ იყო და თითქმის სტუდიურ ალბომად არ ითვლებოდა Let It Be. ეს უკვე არის ხელახლა გადამონტაჟებული სიმღერების დემო ვერსიები, რომლებიც ჩაიწერა პრესაც და გამოვიდა მაგალითად ამერიკაში. Hey Jude-საც ეხება და ნუ კაი Let It Be ჩავთვალოთ, რომ ალბომია და ალბომია, ხო, კაი. ნუ რა ვიცი. 1969-დან 71 წლამდე უკვე არის გაურკვევლობა სასამართლო პროცესები ჯგუფის მემკვიდრეობის გაყოფასთან დაკავშირებით და ყველაფერი მიეწერება პოლ მაკარტნის. იდეაში პოლ მაკარტნისკენ იშვერენ ყველა ცალსახად-ხელს, რომ ეს იყო ადამიანი, რომელმაც ჯგუფი დაშალა. დღეს მე ამ მიზეზებზე შორსულ წავიდე და ბევრი ვილაპარაკო არ მინდა. იმიტომ რომ 17 წუთი, 18 წუთი კიდე უნდა დაემატოს რა ამ ვიდეოს. მაგრამ ფაქტი იყო ერთი ის, ამ ჯგუფის დასა ტრაგედია საერთოდ არ ყოფილა მით უმეტეს ჩემთვის. იმიტომ რომ ძალიან წარმატებული სოლო კარიერა ქონდა შემდეგ უკვე თითოეულს. ძალიან ძლიერი წარმატებული სოლო კარიერა. და რაც შეეხება ჯგუფში სიმღერების ბოლო ჯამში ლენონზე მეც ყოველთვის ვღეროდა მაკარტნი და ბოლო ალბომებში Rubber Soul-ში, Sgt. Pepper-ში, Let It Be-ში თუნდაც ჰარისონმა ისეთი საკულტო სიმღერები დაწერა და შეასრულა, რომლებიც მე თუ მკითხავთ დღემდე ამშვენებს ნებისმიერი სახის ძალიან დიდი როკ შემსრულებლების სცენასაც კი. 1969 წლის ბოლოს უკვე სახონდარზე ის რაღაცა ცნობილი კონცერტი, ლეგენდარული კონცერტი, რომელსაც იდეაში როგორც გამოსათხოვარს არ გეგმავდნენ. მაგრამ ესე გამოვიდა, იმიტომ რომ იმის მერე ბიცი უკვე აღარ გაგრძელებულა ოფიციალურად და ლენონი ამერიკაში გადავიდა. ჰარისონი მთლიანად ინდუიზმში ჩაიძირა და ამაზე ააგო თავის ცხოვრებისეული სოფხედველობას და მუსიკას. ასევე ბობ დილანთან და სხვადასხვა როი ორბისონთან და სხვადასხვა ვარსკვლავებთან ტრაველინგ ვილბურს ქმნის. მაკარტნის ჰქონდა სერიოზული დეპრესიები და სერიოზული ჩავარდნა მათ შორის შემოქმედებაში, მაგრამ საბოლოოდ ვინგსთან ერთად და დღემდე უკვე ამ წუთამდეც კი ის ითვლება ყველაზე აქტიურ და შემოსავლიან მუსიკოსად ბიცის და შრის დრიდან. და რინგო სტარსაც აქვს თუ გადახედავ რაღაც ალბომები აქვს ჩაწერილი კონკრეტულად ნაკლებად მეტად უფრო ნაკლებად პოპულარული, მაგრამ მე ნაკლებად ეს ადამიანიც აგრძელებს იმ მიმართულებას, თავის მიმართულებას. რაც შეეხება მემკვიდრეობას, ბიცის მემკვიდრეობას დღემდე რეკორდები ალბომების გაყიდვაში, რეკორდები ქავერების შესრულებაში სხვადასხვა მომღერლების მხრიდან, რეკორდები კონცერტებში და ასევე ყველაზე მთავარი, რაც ვერც ერთმა შემსრულებელმა როკ შემსრულებელზე მაქვს საუბარი, პოპზე არ მაქვს საუბარი, ვერ გაიმეორა არის
კონკრეტული სიმღერების ქავერები და ერთი სიმღერით მოტანილი კონკრეტული შემოსავალი. აქ ხდება ხოლმე ესეთი რაღაცა კი, რომ ძალიან ბევრი ამ ბოლო დროს კიდევ ბევრი მაჩვენებლით აფასებენ სხვადასხვა მომღერლებს. და მეწყენა, აი ბიჭი მეტი გამომწერიყავი YouTube-ზე იმას და ის Facebook-ზე ის ანუ არ გამოვა რა ის. ძალიან ბევრი რაღაცით ფასდება. ძალიან ბევრი კრიტერიუმი ჯგუფის გენიალურობა და ლეგენდარულობა. ასია. მადლობა მინდა მოგიხადოთ ყველას, ვინც ამ ვიდეოს ნახავთ, ყველა ბიტლომას. ყოველთვის იარსებებს ვიქცი ეს გენიალური შემოქმედება ქართულ ბიტლომანებს მით უმეტეს. არხი მეტნაკლებად კიდევ უფრო კარგად გაცოცხლდება და დაელოდეთ მომდევნო ვიდეოებს სხვადასხვა როკ ჯგუფებზე, არანაკლებ ძლიერ როკ ჯგუფებზე და სხვადასხვა ლეგენდარულ შემსრულებლებზე. გიყვარდეს ერთმანეთი. ნუ აღდგომის მარხვაა და უფალი ფარავდეთ და შეგეწიოთ. მადლი მარხვის. უყურეთ საინტერესო ვიდეოებს, წაიკითხეთ ბევრი წიგნი, მოусმინეთ კარგ მუსიკას, ითამაშეთ საინტერესო თამაშები, გიყვარდეთ ერთმანეთი. დროებით ყველას მომავალ შეხვედრამდე.